დილამშვიდობისა მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს 9 აპრილია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, როგორც ტრაგიკული, ასევე გაერთიანების დღე და ცხადია დიდწილად დღეს შევეხებით ჩვენ ამ თემას. სოფიო კუჭევა, კახა მიქიაშვილი ვიქნებით თქვენთან ერთად. მადლობა რომ გვიყურებთ. Ყოველს მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, თუ ვინ იქნება ასწავლები და რაზე შევაჩერებთ ყურადღებას, ოდნავ მოგვიანებით. ახლა კი ვნახოთ საეკლესიო კალენდარი. 9 აპრილს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე მატრონა თესალონიკელს, წმინდა მოწამეებს მანუელს და თეოდოსის, ღირს იოანე წინამხედველს, ეგვიპტელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ ყველას დღევანდელი წმინდანების სცენებას და რაც შეეხება თემას, რომელსაც პირველ სტუმართან, ანუ მოძღვართან ვისაუბრებთ, ზეთის კურთხევის საიდუმლო, ანუ 7 ზეთისხევა, რომელიც განსაკუთრებით საზოგადო დიდმარხვაში აღესრულება, თუმცა არსებობს გარკვეული შემთხვევები, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება აღსრულდეს სასულიერო პირის მიერ. უფრო დეტალურად სწორედ ამ თემაზე იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც შემოგვიერთება გორიდან. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პირველი სტუმარი, გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. დღეს 9 აპრილია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, რომელიც ორ ისტორიულ მოვლენას აერთიანებს. საბჭოთა შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმის მიერ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევიდან 36 წელი გავიდა. თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეით გაერთიანებულ მოქალაქეებს საბჭოთა ჯარმა ტანკები, ტყვიები, დაუდგენელი შემადგენლობის ქიმიური ნივთიერებები, რკინის ნიჩბები და ხელკეტები დაუპირისპირა. დაიღუპა 21 ადამიანი, ასევე დაიჭრა, მოიწამლა და მძიმე დაშავდა მრავალი ჩვენი თანამოქალაქე. აღსანიშნავია, რომ ეს ტრაგიკული მოვლენები დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე გარდამტეხად იქცა და 2 წლის თავზე ისტორიული რეფერენდუმის ჩატარებითა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით დასრულდა. გადაცემის მშრომლობისას ჩვენ ვნახავთ ვიდეო კოლაჟს და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ამ მოვლენებს, რომელიც 9 აპრილს უკავშირდება. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის იკონოგრაფიისა და საკითხავების შესახებ გვესაუბრება ჩვენი გადაცემის შემდგომი სტუმარი, რომელიც სწორედ ამ ვიდეო კოლაჟის მიერ გვესტუმრება, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი იაკობ მუჭი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ნიღაბი გაიხსნა, რომელიც 14 აპრილის ჩათვლით გაიმართება და რა თქმა უნდა ღონისძიებას ჩვენი ჟურნალისტი ნინგელაშვილი ესწრებოდა. გადაცემის სრულობისას ნახავთ სიუჟეტს. ასეთი გადაცემა გულოდება წინ, ამინდი მოვისმენოთ, როგორი ამინდი იქნება მთელი დღის განმავლობაში და უკვე რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით მოძღვართან ერთად დაგველოდებით.
ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პირველ სტუმარს წარმოგიდგენ გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე. დილომშვიდობისა მამა გიორგი დაგულოცეთ და მადლობა სტუმრობისათვის. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. სანამ ჩვენ სასაუბრო თემაზე გადავალთ, დღეს 9 აპრილია, უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი თანამედროვე ისტორიის, ტრაგიკული, გამაერთიანებელი, რასაც მოყვა შემდგომ დამოუკიდებლობა და ცხადია უნდა შევეღოთ ამ თემას და ზოგადად მრავალი ადამიანი გაიწირა, რომელმაც დასდეს თავი ქვეყნისთვის, ერთიანობისთვის, მოყვასისთვის და ზოგადად ამ კუთხით არაერთი მაგალითი ხვდება ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში, აი როგორ შევაფასებთ ამ დღეს და რას ნიშნავს თავგანწირვა, როცა ადამიანი წირავს თავს, თან ახალგაზრდები, მათ შორის ბევრი არასრულწლოვანი შეეწირა ამ თარიღს და შეეწირა არა უბრალოდ შემთხვევით, თავი დასდეს მათ პირდაპირ და ძალიან აღსანიშნავია, რომ ქალბატონები უმეტეს შემთხვევაში, ამ 9 აპრილს როცა ვახსენებთ. აი დღევანდელი ამ დღის, მოკლედ საოცარი დღის აღნიშვნას წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის სიტყვებით ვიტყოდით, საოცარი სიტყვები აქვს წმინდა ილია მართალს, რომ საკუთარი თავი კი არ უნდა გიყვარდეს სამშობლოში, არამედ სამშობლო უნდა გიყვარდეს საკუთარ თავში. და აი ესეთი ადამიანების შრომას და თავდადებას ხო ძალიან ესე რომ ვთქვათ ნაყოფიერია ყოველთვის და სიკეთე მოაქვს როგორც ადამიანისთვის, ასევე მოკლედ ქვეყნისთვის. ესენი არიან ადამიანები, ვინც საკუთარი პირადი ეგოისტური, ისე იგი მიზნების იქით აყენებენ მოკლედ სამშობლოს კეთილდღეობას და აი წუთისოფლის სულისკვეთებაც ამას არ პატიობს ადამიანს. ანუ ეს წუთისოფელი ეგოიზმით არის ავსე და როცა ეგოისტურად შეპყრობილი სულისკვეთება უპირისპირდება ადამიანებს, რომლებსაც უფრო მაღალი ღირებულებები უყენიათ წინ და ამ ღირებულებებისთვის თავის დადება შეუძლიათ, ეს ამ ხელს მათ აი ამ საშინელ სულისკვეთებას და ამიტომ ესეთი ადამიანები უნდა განადგურდნენ. ასე მოექცნენ ქრისტეს, ასე ექცეოდნენ წმინდანებს, ასე ექცეოდნენ პატრიოტ ადამიანებს და დიდ მამულიშვილებს ჩვენი ქვეყნისა და ასე მოექცნენ 9 აპრილსაც და ჩვენ მადლიერები ვართ ამ ადამიანებისა, მიუხედავად იმისა, რომ რთული დღე არის, მძიმე დღე არის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლები ასეთი დღეებით არის ავსე, ჩვენ ამით ვამაყობთ. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ მარადიულ ცხოვრებაში ჩვენ ერთად შევიკრიბებით და მოკლედ ეს სულისკვეთება არ ჩაივლის უნაყოფოდ. ნამდვილად და ძალიან კარგი რამ ახსენეთ, პირველ რიგში მადლიერები ვართ მათი ჩვენ ბუნებრივია და ყოველთვის მივაგებთ პატივს. ჩვენ გვინდა გადავიდეთ ახლა იმ თემაზე, რომელიც ანონსში ვახსენეთ, ზეთის კურთხევის საიდუმლო, ანუ 7 დღის ზეთისწყება, როგორც ამას უწოდებთ ჩვენ, რომელიც განსაკუთრებით აღესრულება მხოლოდ დიდ მარხვაში, არა სხვა მარხვებში, დიდ მარხვაში, თუმცა ამაზეც ალბათ ისაუბრებთ, რომ არის სხვა შემთხვევები, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება აღესრულოს. რატომ დიდ მარხვაში მხოლოდ და მხოლოდ რას ნიშნავს ეს საიდუმლო, როგორ ხდება და ამ მნიშვნელობა და შემდგომ გვექნება ბუნებრივი სხვა კითხვებიც. დიახ, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რატომ ქვია საიდუმლო? საიდუმლო რა არის, ხო? ანუ საიდუმლო ეს არის, რაც არ უნდა ადამიანი განწმენდილ მდგომარეობაში იყო, მაინც რჩება ისეთი რამ, სადაც ღვთისმადლი მოქმედებს. ანუ რაც არ უნდა ვერ ჩაწუდები მის შინაარს. მოდი ესე ვთქვათ, საიდუმლო ამიტომ ქვია, არა იმიტომ რომ რაღაცა ისე იგი დამალული და დაფარულია, არამედ იმდენად ღრმა არის, იმდენად ესე რომ ვთქვათ, მადლი იხსნება და მადლი მოდის ადამიანის ცხოვრებაზე, საღვთო მადლი, სულიწმინდის მადლი მოდის, რომ რაც არ უნდა კიდევ ეძახი, განწმენდილიც კი იყოს ადამიანი, აი ზიარების საიდუმლო, ანუ ზოგადად ზიარების საიდუმლო, რაც არ უნდა განწმენდილი იყოს ადამიანი, მით უფრო გრძნობს, რომ ვერასოდეს ღირსეულად ვერ მივა აი ამ საიდუმლოსთან და ანუ ღმერთი საიდუმლოთ მოქმედებს ჭარბად აი ამ საიდუმლოში. პირველი ეს არის, რომ საიდუმლო ვიცოდეთ, რომ ღვთის მადლი მოქმედებს, რაც მთავარი. შემდეგ ეს საიდუმლო 7 გვაქვს და ერთ-ერთი მათგანი არის მოკლედ ზეთის კურთხევის საიდუმლო, რომელიც დასაბამს პირველივე საუკუნეებიდან. არ გადავალ იმაზე, რომ ძველ აღთქმაშიც არის ზეთი გამოყენებადი როგორც მაკურნებელი საშუალება, მოკლედ ზეთი იყო ცხება ხდებოდა მეფეებისა და ნუ თავისთავად, ხო? ეხლა რა უნდა ითქვას, რომ პირველივე საუკუნეებში, ანუ ზეთის კურთხევის საიდუმლო ასეთი რაღაცით იყო, რომ დღეს ჩვენ რა ზეთსაც ვიყენებთ, თქვათ, ეს ყოველდღიურობაში გამოყენებადი ზეთი, მაშინ ესე არ იყო.
მაშინ ეს ზეთები იყო თვითონვე სამედიცინოდ გამაი, როგორც კარაბადინით დამზადებული ზეთები იყო. მე ამას ემატებოდა ღვინო, როგორც ანტისეპტიკი პირობითად გამწმენდის საშუალება და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იკურთხეოდა და ღვთისმადლი, ანუ სულიწმინდის მადლი მოკლედ გარდამოვიდოდა. ამიტომ ეს ტარდებოდა სნეულებზე. ანუ მძიმედ სნეულ ადამიანებზე ტარდებოდა აუცილებლად. ანუ თუ ვინმე თქვენთაგანი სნეულია, მოუწოდეთ ხუთეს და ეკლესიისა და ილოცონ ცხონზეთი და მოკლედ ლოცვამან მართლისამან აცხონოს სნეული იგი და თუ სასიკვდინე რაიმე კონდესო, მოკლედ მიეტეოს მასო წოდო. ანუ ზეთის კურთხევის საიდუმლო ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას გავაჟღერებ ახლა. ხშირად ადამიანები რომ მოდიან ნამდვილად ახლა როცა გატანჯული ხარ რაღაცა სნეულებით, ხო ადამიანი რაღაცა იმედები გაქვს, იმედი გინდა რომ რაღაცა განიკურნოს ადამიანი. მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ზეთის კურთხევის საიდუმლო და მერე ცხება ეს არის ჩვენი ამ სნეულებების და სენის კურთხევა. რომ ეს სნეულებები და სენი დაემსგავსოს ქრისტეს უნებებს. რომ აი ეს სნეულება და სენი იყოს არა მომაკვდინებელი ჩვენი სულის, არამედ მაცხონებელი. და თუ კი ღმერთი ინებებს, რომ ჩვენ ამავე დროს განვიკურნოთ, ეს ღვთისმოწყალება იქნება და დრო იმისთვის, რომ ცხონებისთვის არ დავკარგოთ, ანუ ღმერთს ესე რომ ვთქვათ, ღმერთი გიხანგძლივებს ცხოვრებას, ამიტომ მაინც ყველა გარდავიცვლებ, სნეულება, ხო, ვთქვათ, გადაიდება შეიძლება ეს თქვათ ჩვენი გარდაცვალება, მაგრამ რამდენი ხანი, ხო? ანუ თუ კი ღმერთი კურნავს და ანუ იმიტომ კურნავს ადამიანს, რომ მას ეძლევა დრო იმისთვის, რომ მოკლედ ცხონებას ისე მიაღწევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ, რომ აი ეს ისე იგი უნდა იყოს მინდობა, ღვთისნდობა უნდა იყოს. ანუ მივედი ზეთის კურთხევის საიდუმლოში, ნებისმიერ საიდუმლოში მონაწილეობის დროს და ანუ აქ მე გულწრფელად ვენდობი ღმერთს და ვეუბნები უფალო მომეცი ძალა იმისა რომ ჩემი ეს სნეულება და ჩემი ეს სენი აკურთხე რა საოცარია რა აკურთხე ჩემი სნეულება რომ არ იყოს ჩემთვის წარსაწყმედელი არ იყოს მომაკვდინებელი სულისა არამედ იყოს როგორც შენი სნეულებები გახდა აღდგომის საწინდარი გამარჯვების საწინდარი ასევე ჩემი ეს სნეულებები გახდეს ჩემს საკუთარ მეზზე, საკუთარ ეგოიზმზე გამარჯვების საწინდარი, რომ ჩემი სულიც აღდგეს და ცხონდეს. დიახ, მამა გიორგი, თქვენ ბრძანეთ ძალიან კარგად განმარტეთ და დასაფიქრებლად. თუმცა აი კიდევ ერთხელ აქცენტი გავაკეთოთ ალბათ იმაზე, მე ვთქვი რომ დიდმარხვაში განსაკუთრებით ყველგან აღესრულება და შეიძლება რამდენჯერმეც თუმცა ცალკეულ შემთხვევაში თქვენ ძანეთ რომ სნეულების შემთხვევაში განსაკუთრებული დაშვებით ხვდელი აღასრულებს არ არის აუცილებელი შეიძლება სახლში და საავადმყოფოში მოხდეს. რატომ მხოლოდ ამ მარხვაში და აქვე გავაერთიან ამ კითხვას რომ თქვენ საშუალება მოგცეთ რომ სალდო პასუხოთ მათ ვინც არ მარხულობს არ ეზიარება არ არის მრევლის წევრი შეუძლია თუ არა ეზიარონ საჭიროა თუ არა ეზიარონ კი არა იცხონზეთი და საჭიროა თუ არა რომ იცხონზეთი იმიტომ რომ ამ დროს ხდება ხოლმე კითხვები და ისეთ ხდება ხოლმე რომ აი რაღაც ზეთის ცხება იქ სახარებები კითხება ლოცვაა და მარტო ზეთის კურთხევა და შემოივლის იცხებს წავა აი ეს რამდენად სწორი ფორმაა ძალიან ფაქიზი თემა გუშინაც რომ ფიქრობდით ამაზე, მოკლედ აი საუბრობდი რომ ჩვენ ვიზრდებით ბევრჯერ მიხსენებია რომ 30 წელია ჩვენ და ჩვენ ამ საიდუმლოებებში წვდომა, მისი შინაარსში წვდომა შე შემთხვევაში, ნუ მოკლედ ბოლომდე არ შეგვიძლია და რაღაცა ესეთი მათ შორის სამდელოებაც ახლა მე ხშირად მომისმენია რომ ისე იგი აი იქ ესე ჩაატარეს და კარგი იყო და აქ ანუ შედარებებს აკეთებენ რომ ისე იგი მე აქედან გამოყავთ დასკვნები რომ ის ცუდი მამაოა ის კარგი მამაოა და ნუ მოკლედ ამებს უნდა ავერიდოთ ცალსახად ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოკლედ ამას ავერიდოთ. ეხლა რატომ დიდი მარხვაში? იმიტომ რომ თავისთავად დიდი მარხვა არის გათვლილი რაზე იცით აი ყველაზე მეტად თითქოს ადამიანი საკუთარი სხეულის და საკუთარი ეგოიზმის წინააღმდეგ ილაშქრებს და მეტად დამაშურალი ხდება. თუ კი მართლა რაღაც ადამიანი აი ამ საკითხავებს აი მოდი მივაქციოთ ყურადღება რომ ჩვენი სიტყვიერი ლოცვა მსახურება ეს არის კარი იმისა რომ ჩვენ ჩავღრმავდეთ საკუთარ თავში. და როდესაც ჩვენ ლიტურგიკულ ტექსტებს კითხულობ დიდი მარხვისა და ეცნობი ხო საოცარი სიღრმეები არის ანუ აი საოცარ დამაშურალობას ანუ სულისთვის მოცლას ანუ სულის მოგზაურობას ჭეშმარიტების ძიებაში და ანუ ჩემი ეს სხეული ჩემი
ეს ფსიქიკა, ჩემი ეს სულის ძალები, ჩემი ეს ესე იგი გრძნობები, აზრები, მოკლედ იმდენად არის დასნეულებული, რომ მას ჭირდება განწმენდა და ის სული, რომელიც ცდილობს აი ამის განწმენდას და ამადგან გამონთავისუფლებას და დაალაგებას, ესე რომ ვთქვათ, გამეფებას საკუთარ სხეულზე ჭირდება დახმარება. ამიტომაც არის რომ პირველ შეწირულის ლიტურგიები აღესრულება დახმარებით და აი ის რომ ზეთის კურთხევის საიდუმლო სნეულთათვის აღესრულება, აი ამ დროს აღესრულება რომ ჩვენ მოკლედ საკუთარ თავს სნეულობისთვის, ესე რომ ვთქვათ, ფიზიკური, ინტელექტუალური ესეთი სნეულობისთვის გადავთებ და ამიტომ ეკლესია მოკლედ ზეთის კურთხევის საიდუმლოს ადგენს ამ დროს. არის სხვადასხვა ტრადიციები, მე მინდა ყველა დავიცვა იმისგან, რომ სადღაც ბევრჯერ ტარდება, სადღაც ცოტაჯერ ტარდება, ამას არანაირი განსხვავება არ აქვს ნამდვილად, იმიტომ რომ მინდა ვთქვა, რომ საღვთო მადლი რაოდენობით არ განისაზღვრება, საღვთო მადლი განისაზღვრება ხარისხით, როგორ არის დამტევი და მიმღები ადამიანი. აი ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან ამას წინათ ახალგაზრდა ის მოვიდა, რა ქვია, ახალგაზრდა ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა და მითხრა, რომ წირვას დავესწარიო და მამაო ისეთი დიდი ნაწილით მაზეარაო და 20 წუთი ნახევარი საათი დამჭირდა იმის ახსნისთვის, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ რამხელა ნაწილით გაზიარა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს რაღაცა, ქრისტე უფრო მეტად შემოვიდა შენთან, არამედ აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვეზიარეთ ქრისტეს, როგორც სარკე მთლიანის და გატეხილიც, ანარეკლს იკეთებს ნებისმიერი რამისა სრულყოფილად, ასევე ისე იგი ქრისტეც, საოცარი არის, რომ აი ზეთის კურთხევაზე არის ხოლმე იმან ამდენი მაცხო, იმან იმდენი მაცხო და აი როდესაც ტარიქს უტეხავთ, განიტეხების ტარიქი როგორ არის განიტეხების და არა განიყოფის. ნახეთ რა ნიშნავს, ზეთი მაგრამ არ განიყოფა. ნაწილდება, მაგრამ არ განიყოფა, ცოტაშიც და ბევრშიც იგივე საღვთო მადლი მოქმედებს, როგორათაც მოკლედ ბევრში თუ ცოტაში. და ამიტომ აი ჩვენ უნდა ვიცოდეთ ესეთი რამ, რომ მნიშვნელოვანია ლოცვა. აი მაგალითად არ უნდა გადავარდეთ, ჩვენ დღეს გვახასიათებს სამწუხაროდ ასეთი რაღაცა, რომ აი დასავლურ სამყაროში, აი იმ სხვადასხვა ქრისტიანულ დენომინაციებში არის ესეთი რაღაცა, რომ ნებისმიერ საიდუმლოში არის რაღაცა ადგილი, რომელიც უმნიშვნელოვანესია და ეს უნდა აი მაგალითად ჯვრის წერაზე უნდა იყოს გვირგვინის დადგმა. გვირგვინოსანი ქნების. აი მაგალითად ნათლობაზე, აი მხოლოდ წყლის დასმა, რომ ნათელს იღებს ფორმულარული გამო და იქ ლიტურგიაზე ვთქვათ, რაღაცა ეს ნაწილი, როდესაც სულიწმინდის მადლის გარდამოსვლა არის, ხო, ეპიკლეზის ლოცვა როცა იკითხება და მართლმადიდებლობაში ასე არ არის. მართლმადიდებლობა იძახის ასეთ რამეს, რომ ასამაღლებლიდან დაწყებული, ჩამოლოცვამდე დამთავრებული ყველაფერი მნიშვნელოვანია. არ შეიძლება, კი, რა თქმა უნდა, არის საიდუმლოში რაღაც აღმატებული ნაწილი, სადაც მე თუ მოძრაობ სულიერად უფრო მეტად და ჭარბად განვიცდი. მე ვიხსნები, ღმერთი კი არ მოდის ჭარბად, არამედ მე ჩემი გული იხსნება ამ მადლისთვის უფრო იმდენად, რომ ეს მადლი ჭარბად შემოდის. ჩემი სიტყვიერი ლოცვა, რაც იქ ლოცვას ვისმენთ, ხო, რაღაც საოცარი ლიტურგიკული ეს ტექსტი, იმდენად ჩემს გულს აღებს და იმდენად ყურადღებიანს ხდის, იმდენად ამდაბლებს, რომ საღვთო მადლი იღვრება ადამიანის გულში და განცდა ამიტომ ასამაღლებლიდან დაწყებული ჩამოლოცვამდე ყველაფერი მნიშვნელოვანია მართლმადიდებლურ, ისე იგი საიდუმლოთა აღსრულებაში და ამიტომაც აი შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ, რომ ხა როდესაც მე უბრალოდ აი რა მინდა თქვა, რომ სადღაც ვიყავი სამსახურში და წამოვედი და ხო აი ზეთი ცხება და რაღაცა მივედი და ზეთი ვიცხე, მე არ ვიცი, მე ვერ ვეტყვი ვერავის, რომ რა იმოქმედებს, რა არ იმოქმედებს, მაგრამ ის რომ შენ უნდა ადამიანს თუ კი გინდა რომ საიდუმლოში მიიღო მონაწილეობა, იქ უნდა იცოდე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის საიდუმლოება აღესრულება ლოცვაში და აუცილებლად და შემდეგ უკვე პრაქტიკული მხარე, როდესაც ადამიანს ზეციცხება, აქ უკვე ღვთის მადლის მოქმედებას, ღვთის ნებას ხარ მინდობილი უფალო, როგორც ინებებ შენ, ისე უნდა იყოს. უკაცრავად. მამա გიორგი, როგორც ზიარების წინა ლოცვები ეკითხება, თქვა და იმზადება ადამიანი ამისათვის და შემდგომ უკვე, როდესაც ზიარების შემდგომ ლოცვები ეკითხება, ზეთისცხების შემთხვევაშიც არის
საჭირო თუ არა მომზადება ალბათ ჩვენს მაყურებელს აქვს ამასთან დაკავშირებით. ნებისმიერ საიდუმლოში კი, ნებისმიერ საიდუმლოში, ანუ ღმერთთან ურთიერთობა, რავი, ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი რა, გადავხედოთ ყველანი, როდესაც ქორწილში მივდივართ, როდიდან ვიწყებთ მზადებას. გადავხედოს ყველამ, როდესაც დაბადების დღე მოგდის ჩვენი პირადი, მოკლედ საიდან ვიწყებთ ფიქს და ან ახალი წელი რომ მოდის. ან ახალი წელი რომ მოდის, ხო? ან რა ვიცი, დაბადების დღე, ხო. არიან ადამიანები დაბადების დღე გავა თუ არა, უკვე იწყებენ მეორე დაბადების დღეზე ფიქს და ზრუნვას. ანუ, თავისთავად ადამიანები ვარ და ეს ნორმალურია, არავინ არის, მაგრამ მით უმეტეს, თუ კი შენ მორწმუნე ხარ, აი მართლა თვლი რომ რაღაცა მორწმუნე ხარ, შენ უნდა თვლიდე რომ შენს დაბადების დღეზე, შენს ქორწინების დღეზე და აღარ ჩამოვთვლი ახალ წელზე და დანარჩენზე ყველაზე დიდი რამ ხდება შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ შენ უნდა ღმერთთან შეხვედრა მოახდინე. ახლა ვიღაცისთვის ეს შეხვედრა ნიშნავს რას, იცი, აი აბსტრაქტულია, ანუ ძნელი ადამიანს უთხრა რომ რას ნიშნავს ეს შეხვედრა, თუ კი ერთხელ მაინც ღმერთი არ შეხებია მის გულს. და როდესაც შეხებია შენს გულს და აი ის საოცრება განგიცდია ღმერთსა და შენ შორის შეხვედრისა, მაშინ შეუძლებელი ამისთვის არ ემზადებოდე ადამიანი, რავი, აი არ ვიცი, აი რაღაცა ყველაფრით ნებისმიერად და ეხლა ჩვენს მე წეღანას თქვი, მე განკითხვით არ მინდა თქვა და რაღაცა ჩვენ იმედია ვსწავლობთ ამას და ეს საუნდელოებაზე დიდად არის დამოკიდებული, როგორ დავხვდებით, როგორ შევხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცა სხვადასხვა წარმოდგენები აქვს ჯერ კიდევ გარკვეულწილად საიდუმლოებებზე, როგორ შევხვდებით და მოვიცლით თუ არა მისთვის. აი ხო გეუბნებით წეღან მე ჩემზე არის, მაგრამ 20 წუთი დაახლოებით დამჭირდა იმ ახალგაზრდისთვის, რომ ამეხსნა ის, რომ სიღრმისეულად იცოდეს, რომ მერე და მერე არ ფიქრო რომ იცი რა იმ სასულიერო პირმა რაღაც დიდი ნაწილით გაზიარა, ისე იგი ის კარგი მამაოა და ვიღაცა თუ რაღაცა განაწილების დროს, რომ იმიტომ რომ ხალხმრავლობა არის, განაწილება რომ ყველას მოკლედ რაღაცნაირად ერგოს წმინდა ნაწილიდან, ხო, ანუ იმან რაღაცა მცირე ნაწილით გაზიარა და ამიტომ რა თქმა უნდა წასახარო, ანუ ესეთი დამოკიდებულება საიდუმლოებების მიმართ არ ვიცი როგორ გითხრათ, იცი, თუ მორწმუნე არ და ვიცი, ხო, შეიძლება დასაჯელიც კი იყოს. გაიხსენა ზიარებაზე რა წერია, ხო? საჯელად გინა დასაჯე, მადლი მოქმედებს. ანუ უფალი წირვის დროს აი იცოდეთ და ვიცოდეთ ნებისმიერი საიდუმლოს დროს მღვდელი აღასრულებს საიდუმლოს, მაგრამ იქ ჩვენ არ ავასრულებთ. აი დასავლურ სამყაროშია მაგალითად მე ნათელს გცემ, მაგრამ რა სიძახის სასულიერო მართლმადიდებელი მღვდელი ნათელს იღებს, თვითონ მოვიდა მისი ნება და ვისგან იღებს ქრისტეს, ანუ მე უბრალოდ აქ ვდგევარ, აი თითქოს გაწეული ვარ, გვედი მამაო აღასრულებს საიდუმლოს და ანუ ნახეთ, მე როგორც სამღვდელო პური ვცხონდები, ან არ ვცხონდები, დავისჯები ან არ დავისჯები, როგორ აღვასრულებ იმ საიდუმლოს. და შენც როგორ მიიღებ მონაწილეობას ამ საიდუმლოში, თავისთავად ეს შენ ან გაცხონებს, ან არ გაცხონებს, ან დაგჯის, ან არ დაგჯის. რადგან თქვენ ძალიან კარგად განმარტეთ, გიორგი, რომ აი რატომ დიდ მარხვაში, ხო? იმიტომ რომ რაღაც ერთგვარად ჩვენ ამ დამოშრალობის შემთხვევაში უცნაურობა გვაძლიერებს. თუ არ ვართ მარხვაზე, არამც თუ მარხვას შეიძლება ახლა არ ვიცათ, რომ ზოგადად არ ვართ ამ ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართული, არა მაზიერებელი, არა აღსარებელი, საჭიროა თუ არა? ან ხდება თუ არა მათთვის და ასევე ასეთი მოსაზრებაც არსებობს და ბევრი მეკითხება ხოთაშორის და ბევრს ამის გამო უფრო უხარია ესეთი ცხება რომ ცოდვები მოგვეტევება დავიწყებული და აი თითქოს ახლა პირდაპირ თქვა ანგარებითი მომენტი ყოველთვის გვაქვს რომ ხა მზეთის ვიცხებზეც მე გავძლიერდები ცოდვები მომეტევება და განვაგრძობ უკვე ცხოვრებას ამ შემთხვევაში მოკლედ თუ ჩვენ არ ვართ ამ პროცესში ჩართული არ გვიმარხულია ცოდვები მოგვეტევება სუძახი და ახსარება არ შეგვიბარებია და მივდივართ ერთ ცხებაზე და ბავშვების შემთხვევაში ხშირად ჩვილი ბავშვები მოყავთ ხოლმე და ეს არ არის 5 წუთიანი მსახურება საჭიროა თუ არა ბავშვისთვის პირველი ცოდვა ადრეს გვისაუბრია და ძალიან მოკლედ ვიტყვი ცოდვა არ არის იურიდიული აქტი რომ რამე დააშავე ცოდვა არის სნეულება და სნეულებისგან უნდა განიკურნოს ადამიანი ხო და არა ფსიქოლოგიური მომენტი რომ ეხლა მე რაც ადრე ჩავიდინე და თქვათ რაღაცა დავიწყებული მაქვს იმას ღმერთი მიტევებს ანუ მიტევება ადამიანისა ნიშანი იმისა რომ ადამიანს ცოდვა მიეტევა არის ის რომ ადამიანი ამ ცოდვას აღარ ჩადის ადამიანი არის სხვა განახლებულია და სხვა არის მეორე რაც შეეხება იმას რომ ანუ ბავშვებთან დამოკიდებულებაში ბავშვებს უნდა ვაწყოთ თუ არ უნდა ვაწყოთ ზეთი ანუ როგორ არის იცით ესეც აი ძალიან ფაქიზი თემა არის ცოდვათა მიტევებისა და სნეულების კურნალი არის
მიხვდით ანუ და ამიტომ ამისთვის ამაზე აღმატებული არსებობს ზიარება. ჩვენი შეგიძლია აღსარების გარეშე, ყოველივე მის გარეშე, ყოველდღე მიიყვანო, თქვა, ტაძარში დააზიარო, ამაზე მეტი მიიღოს. რა მინდა თქვა, მეტობაზე და ნაკლებობაზე არა ლაპარაკი, მაგრამ უფრო აღმატებული ზიარება, სადაც ქრისტეს სისხლსა და ხორცზე ზიარება, ის შეუძლია მიიღოს ადამიანმა და თავისთავად ან ვისხო დამაშორალობაში არ არის, ის ცოდვით დატვირთული არ არის და ამიტომ რა თქმა უნდა შესაძლებელია არ იცხოს, ანუ მაგრამ თუ კი მე ვიძახი მაინც მშობელმა მოიყვანა ხო აი ამიტომ ვიძახი რომ სამოდელო პირს ჭირდება აი მოიცალოს ამისთვის აუხსნას მშობელს რომ ამ მშობელს არ ეგონოს ის რომ ისე იგი ვიღაცამ უარი უთხრა ისე იგი შვილის ზეთისწყებაზე და რაღაც უბრალოდ ჩვენ აი რა გვინდა იცი კომუნიკაცია გვჭირდება სწორი რომ მრევლმას და სამდელოებამაც სწორად ჩვენი მხრიდან სწორად და მრევლმას თავისთავად სწორად რომ შეძლოს აი ამ საიდუმლოს შინაარში წვდომა და მაშინ მიხვდება იცი რა თუ კი მე აღმატებული შემიძლია რომ აი მაგალითად ზიარებაზე მივიყვანო ბავშვი და მას ახლა რაღაცა ცოდები არა აქვს არ ჭირდება მიტევება არ ჭირდებათ ან მithumetes გამხელება ხო ღვთისწყალობი რა თქმა უნდა თუ სნეულად არის თავისთავად ჩვენ წეგან ახსენეთ კიდეც რომ ეს სნეულების ანუ სნეულთათვის არის ეს პირდაპირ და ცალკე ეს ანუ ყოველ ხშირად ზოგი მე ვიცი რომ თბილისშიც ჩვენთანაც რომ ანუ საავადმყოფოში ყოველ კვირა ანუ კვირაში ერთხელ აღესრულება ეს და მერე ჩამოივლიან სამოდელოება და მძიმე ავადმყოფებს და ან თუნდაც ყველა ავადმყოფს ვისაც სურვილი აქვს ყველას ცხებენ ამზეც რა თქმა უნდა ეს სნეულთათვის არის და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს კომუნიკაციის სწორი ფორმები რო იყოს და რაღაცე მე აი დრო და დრო გავიზრდებით აუცილებლად აი წან მithქვა ის რომ ზოგ ტაძარში შეიძლება არაერთხელ აღესრულოს ვთქვათ და ამს მეტობას და ნაკლებობას ალბათ როგორც წეგან თქვით მნიშვნელობა არ აქვს თავის სიმრავლიდან გამომდინარე ალბათ ხო არ მე რას გულისხმობცია ზოგ შემთხვევაში არის ხოლმე ესეთი დამოკიდებულება რომ იგებენ რომელ ტაძარში რომელ დღეს რომელ საათზე არის და ცდილობენ რომ თითქმის ყველა ტაძარი თუ ვერა რაღაც გარკვეული ნაწილი მაინც მოილოცონ ასე ვთქვათ და ზეთი იცხონ და დაესწრონ შვიდგზის ზეთისწყებას მაგრამ ალბათ მთავარი ის არის ის სულიერი არსი ამ ყველაფერს რომ რამდენჯერაც არ უნდა იცხო ზეთი და რამდენჯერაც არ უნდა ეზიარო თუ ის რეალურად გაზრებული არ გაქვს თუ რას აკეთებ და რისთვის კეთდება ეს ყველაფერი და თვითონ შინაარსობრივი არსი არ გესმის ალბათ აზრს კარგავს მამა გიორგი. ზოგადად ისე თქვა, ალბათ შეიძლება თუ არა რამდენჯერმე რო ვიწყოთ დიდ მარხვაში. შესაძლებელია აი წარმოიდგინეთ რომ ყველა ლიტურგიაზე რომელიც ტარდება ადამიანში უნდა ანუ თუ შეძლებს უნდა ეზიაროს ხო და თუ ტარდება თქვა სამრევლოში თუ კი სამდელო პირმა თავის სამრევლოში გადაწყვიტა რომ აი თვითონ წინამძღვარი წვეთს მუდმივ მთავართან შეთანხმები და თუ სამრევლომ გადაწყვიტა რომ მის სამრევლოს ჭირდება მაგალითად მარხვაში რამოდენჯერმე რო ჩატარდეს ზეთის კურთხევის საიდუმლო ისე იგი ეს ხო არ არის უბრალოდ იმიტომ რომ კარგები ვარ და ვინმეზე მეტი უნდა ჩავ ისე იგი ეს არის გათვლილი იმისთვის რომ ისეთი მარხვის ფორმას ვირჩევთ ან სამრევლოში ისეთი სამრევლო ცხოვრება გვაქვს ან ისეთი ასაკის ან ისეთი ესე იგი ჯანმრთელობის შეიძლება ადამიანები არიან ვისაც ჭირდება ეს და თუ კი ჩემს სამრევლოში მე ვფიქრობ რომ აი აქ უნდა დაცული იყოს თუ კი ადამიანის სნეული არ არის და რაღაცა რა თქმა უნდა მეტჯერ არ უნდა ზეთისწყება ხო რაღაც ამიტომ ის რაც სამრევლოში დადგინდა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება რომ იცხოს ადამიანმა რამოდენჯერმეც თქვა თუ ტარდება სამრევლოში ზეთისწყება იცხოს ეს ხო შემთხვევით არ არის მაგრამ კიდევ ვიძახი აქ მთავარია როგორც თქვენ აღნიშნეთ სოფო რომ ისე იგი მთავარია რომ ვიცოდეთ აი ამ შემაში ისე იგი საიდუმლოში მონაწილეობის მნიშვნელობა და შინაარსი და მე ხა ღმერთთან შეხვედრა თუ კი მე ზეთის კურთხევის საიდუმლოში რაღაცა ისეთი საოცარი ტექსტია ისეთი ლოცვები იკითხება აი საოცარი არის ხო ну თუ კი ამ სიტყვიერ ლოცვას რომელსაც მოდელი აღასრულებს და მეც თან მივყვები მას შეუძლია ჩემი გულის ისე მდგომარეობაში მოყვანა რომ ღმერთი მართლა რაღაცა ღმერთთან შეხვედრა ხდება ხან რანაირად შეიძლება ადამიანს უთხრა რომ ისე იგი ერთხელ მხოლოდ ერთხელ გააკეთე ეს და მეტჯერ არ გააკეთო და როცა ხედავ რომ ადამიანი ასეთი გულწრფელია მე შევამოწმებდი ეს
უნდა უთხრა ადამიანს რომ არ იცხოვო და თუ მას ეკნება რატო არ ვიცხოვო, მაშინ არ უნდა ცხო და თუ იტყვის რომ მოკლედ ისე იგი როგორც იტყვით, მამაო, რა ვიცი, მე უბრალოდ ეს მინდოდა და ამიტომ ვაკეთებდი ამას, მაშინ შეიძლება რომ მოკლედ იმ ადამიანს ყოველდღეც რო იცხებდეთი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მამა გიორგი. გორისა და ათენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გესაუბრებოდა ზეთის კურთხევის საიდუმლოზე საუბრობდით. 9 საათია, ერთსათაღოვანი თუფლის საიდებელი ლოცვა და შემდგომ უკვე დაგებრუნდებით გადაცემის სტუმართან ერთად და ასევე სიუჟეტებით. დიდება მაღალთაში ნომერცა ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია,
ალილუია, ალილუია, დიდება შენ და ღმერთო, ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. გრძელდება ჩვენი გადაცემა და კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას დღევანდელ დღეს 9 აპრილია, განსაკუთრებული შეხსენება არავის ჭირდება ცხადია და ერთგვარად ეს დღე არის გაერთიანების სიამაყი, თუმცა ყოველთვის ახლავს მიუხედავად ამდენი წლისა, ამდენიმე ათეული წელი გავიდა, ტრაგიკული მომენტი, სევდა, ცრემლი. ტრადიციულად შუაღამიდან იკრიბება ხალხი რუსთაველზე, პარლამენტის წინ იმ ადგილას, სადაც ჩვენი თანამოქალაქეების სისხლი დაიღვარა. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, რომელიც ორ ისტორიულ მოვლენას აერთიანებს. საბჭოთა შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმის მიერ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევიდან დღეს 36 წელი გავიდა. თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეით გაერთიანებულ მოქალაქეებს საბჭოთა ჯარმა ტანკები, ტყვიები, დაუდგენელი შემადგენლობის ქიმიური ნივთიერებები, რკინის ნიჩბები და ხელკეტები დაუპირისპირა. დაიღუპა 21, ასევე დაიჭრა, მოიწამლა და მძიმე დაშავდა მრავალი ადამიანი და აღსანიშნავია, რომ ეს ტრაგიკული მოვლენები დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე გარდამტეხად იქცა და 2 წლის თავზე ისტორიული რეფერენდუმის ჩატარებითა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით დასრულდა. ნახოთ ვიდეო კოლაჟი და შემდგომ უკვე დაგებრუნდებით პირდაპირ ეთერში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.
საოცარი ემოცია ახლავს ყოველთვის ამ კადრებს. ერთის ხრივ როგორც თქვით თავში და ვიხილეთ ეს მომენტი დარბევის ტრაგიკული, სევდიანი, თუმცა სიამაყის გაერთიანების, რასაც მოყვა შემდგომ უკვე ამ მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოს დამოუკიდებლობის. და ეს მადლიერების გრძნობა, რომელიც ჩვენ დაგვიწყდა. ბუნებრივია, მადლობა მაცულებს და მადლობა ყველას, ვინც ეს დაიწყო და მადლობა მათ, ვინც შემდგომ დააგვირგვინა ეს დღეები და ეს მოვლენები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებით. ჩვენ კი განვაგრძობთ საუბარს და შემოგვიერთეთ ჩვენი სტუმარი გიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მძღოლსახვევარი მღვდელი იაკობ მუჯირი. დილამშვიდობისა და გულწრფელს მამა იაკობ. ერთმა დაგლოცოთ. ერთმა აცხონოს ყველა, ვინც 9 აპრილს დაიღუპა. თუ დავაკვირდებით ჩვენ დაახლოებით 20-მდე მხოლოდ მანდილოსანია გადაცვლილი. ასეთი დღეები და ასეთი თავგანწირვა ყოველთვის დიდი შედეგის მომტანია და ასე ვართ ჩვენ აქამდე მოსულები. ეს არის ჩვენი ერის ერთ-ერთი დიდი და გამორჩეული ისტორიული დღის ნაწილი. დიახ. აღდგომა გვიახლოვდება, ფაქტობრივად რამდენიმე დღეში 40-ეული სრულდება და მარხვა თითქოს ამით თავდება, თუმცა მიბმულია ნებიშვიდეული და ყველა ვემზადებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის და ჩვენ გვინდა დღეს ვისაუბროთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის იკონოგრაფიისა და საკითხავების შესახებ და სწორედ ამ თემაზე გსურს თქვენთან საუბარი. ძალიან საინტერესო თემა არის და ძალიან ღრმა, მაგრამ ჩვენ უნდა შევეხოთ უპირველეს ყოვლისა ისტორიულ მნიშვნელობას. დიახ. ისტორიული მნიშვნელობით იკონოგრაფია ძალიან დიდი ხანია, როგორც საეკლესიო კულტურა, როგორც საეკლესიო, ასე ვთქვათ, დარგი არის განვითარებული, იქნება ეს დაზგური მხატვრობა, ანუ დაწერილი ხატი თუ მონუმენტური მხატვრობა, ანუ მოხატვა ტაძრისა, ფრესკის მოხატვა, ფრესკის მხატვრობა. ამიტომ პირვანდელი მნიშვნელობა იკონოგრაფიის შექმნისა და ზოგადად ხატწერისა იყო აბსოლუტურად სხვა. გარდა იმისა, რომ ხატთაყვანისცემა იყო ყოველთვის ეკლესიაში და ჰქონდა სულიერი მნიშვნელობა ამ ყოველივეს, ჰქონდა ასევე პრაქტიკული მნიშვნელობაც. იყო დრო, როდესაც ადამიანებმა არ იცოდა წერა-კითხვაც კი ასე მასიურად, როგორც დღევანდელ დღეს და გარკვეულწილად ილუსტრაციის, სულიერი ილუსტრაციის მნიშვნელობაც კი ჰქონდა იკონოგრაფიას, ზოგადად ფრესკებს, მათ განლაგებას და როდესაც სატაძრო სივრცეში შევიდოდა ადამიანი, ამით ძალიან ბევრ ამას გებულობდა. უმეტესწილად თანამედროვე სინამდვილეში აღდგომის ხატზე არის წარწერა აღდგომა. მაგრამ აი ის ეპოქა, ის დრო, რომელიც უკავშირდება შემეცნებითობასაც, იკონოგრაფიულ ფუნქციას თუ დაუბრუნდებით, იყო სხვანაირი დასათაურებით. მაგალითად, ჩვენ ვიცით აღდგომის ხატის ფრესკის დასათაურება აქა ჯოჯოხეთი წარმოიტყვევნა. ანუ უფრო ვრცელი და უფრო კონკრეტულია აი ეს უწყება, გნებავთ ნათლისღებასთან დაკავშირებით აქა ღმრთისა გამოცხადება. დღევანდელ დღეს იწერება მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღება ან აღდგომა. მაგრამ რადგან ინფორმაციული და ილუსტრაციული მნიშვნელობაც ჰქონდა ამას, გარდა ასე ვთქვათ იმ მიმართებისა, რომელიც სიწმინდესთან მიმართებაში გვაქვს ჩვენ და თაყვანს ვცემთ სიწმინდეს და ხატებს როგორც წმინდა გამოსახულებას, გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვით, სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. კონკრეტულად აღდგომას რაც შეეხება აღდგომის იკონოგრაფიას, რა თქმა უნდა, ეკლესიის თავი არის ქრისტე და ყოველთვის ეკლესია იყო ქრისტოცენტრული, მაგრამ შეუძლებელია აღდგომის შესახებ უწყება ქრისტეს გარეშე და მოციქულებიც ყოველთვის ამას გვაუწყებენ ჩვენ, რომ თუ აღდგომა არ მომხდარა და არ აღსრულებულა, ყოველივეს აზრი ეკარგება, ჭამოთ, სვად და ვიხარებდეთ, როგორც მოციქული ამბობს და როგორც სხვა ადგილზე ვკითხულობთ, პირმშო ექმნა შესვენებულთა, დასაბამ ცხოვრებისა იქმნა ქრისტე. ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ ხსნელის გარეშე, ანუ ქრისტეს გამომხსნელობითი ღვაწლის აღსრულების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა აღდგომა. სწორედ აი ეს იკონოგრაფიული მნიშვნელობა არის გამოსახული, რომ ასე ვთქვათ, ხატის ცენტრში, ცენტრალურ კომპოზიციურ განაწილებაში შეიძლება ითქვას არის ქრისტე. შეიძლება აქ პროპორციაც კი იყოს დარღვეული, ანუ ყველაზე დიდი ზომით გამოისახოს ქრისტე და მის მარჯვენით და მარცხენით ისახება ადამი და ისახება ევა. ძალიან მნიშვნელოვანი ამ იკონოგრაფიასთან ერთად მეორე საეკლესიო კულტურის
განხილვა, რომელიც ძალიან განვითარებული იყო ბიზანტიაში. ბიზანტია ზოგადად განვითარებული მხარე იყო, მოგეხსენება ძალიან ბევრი ნიშნით, საეკლესიო სამართლით, საეკლესიო პოეზიით, ზოგადად პოეზიით, იამბიკოების, ასე ვთქვათ, შექმნით, სასულიერო ჰიმნოგრაფიისა და ჰიმნების შექმნით და აი ეს განვითარება და ასე ვთქვათ მოწინავეობა საეკლესიო ტექსტებშიც წარმოჩინებულია და რა იგულისხმება ამაში. ესეთი ტექსტი არის, რომ შეიფქუნეს მოქლონი ჯოჯოხეთისანი აღდგომის შედეგად. ეხლა აქ რა იგულისხმება? ალაყაფის კარი, ანუ მთავარი კარიბჭე ყოველთვის იყო ყველაზე ცენტრალური და მნიშვნელოვანი განჯის კარის წამოღებაც ისტორიულად ჩვენი წინაპრების მხრიდან ამას ემსახურებოდა, რომ და ეს იყო წარმოტყვევნა, ანუ მთლიანად წარმოცალიერება იმ მათი ძლიერებისა, მათი ყოველი, ასე ვთქვათ, სამხედრო თუ პოლიტიკური მნიშვნელობის ობიექტის განადგურება და ამის საჯაროობა, ანუ განჯის კარის წამოღება და ალაყაფის კარის ამგვარი ხელყოფა ნიშნავდა იმას, რომ ეს იყო ტრიუმფალური გამარჯვება. ასეთივე ტრიუმფალური გამარჯვების სიმბოლური მხარე არის ჯოჯოხეთის ბჭის, ანუ კარის შემოსვრა და მათ შორის მოქლონი ჯოჯოხეთისანი შეიმოსრნეს, როგორც უკვე ვთქვით. ესე იგი, ეს არის ნუ დამზრახავთ ამ თანამედროვე სიტყვის გამო, ეს არის ფაქტიურად პოეზიაში გამოყენებული სპეცეფექტი. დიახ. და ბოქლომის შემოსვრა, სწორედ შეიძლება და სხვა პოეტური სიტყვებით გამოთქმული იყო აი ამ ძლევამოსილების და არა მარტო ძლევამოსილების, არამედ მყისიერი აქტის აღსრულება, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც დროში გაწელილი ბრძოლა, რომელიც რაღაც ეტაპზე დადგა და გაიმარჯვა ქრისტემ. ეს არის მყისიერი, სწორედ ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლა და მისი, ასე ვთქვათ, მოსასხამის დინამიურობა, ანუ დრაპირების დინამიკა მხატვრების ენაზე რო ვთქვათ, მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო ყისიერი, ეს იყო სწრაფი და მოულოდნელი, შეიძლება ითქვას. სხვათა შორის, აი ეს ბჭის შემოსვრა ნიშნავს, რომ ყოველგვარი ძალმოსილება ჯოჯოხეთისა არის დამხობილი და ბევრ გამოსახულებაზე, იკონოგრაფიულ გამოსახულებაზე, სწორედ აი ამ ორ კარზე დგას ქრისტე. აი ეს ორი კარი არის ის ჯოჯოხეთის ალაყაფის კარი, შეიძლება ითქვას, რომელიც აი ამ აღდგომის შედეგად შეიმუსრა, მასზე დგომა და მისი დამტვრევა ნიშნავს, რომ აღარ ფუნქციონირებს, ასე ვთქვათ, აი ეს კარები და ყველა გათავისუფლებულია და მოციქული ამბობს, სულთა საპყრობილეში ქადაგა ქრისტე. და სულთა საპყრობილი არის ასევე სიმბოლური მხარე ჯოჯოხეთისა, იმ წყდიადისა, რომელიც სუფევდა ჯოჯოხეთში და რომელშიც ყველა მართალი იმყოფებოდა ქრისტეს განკაცებამდე და უფრო მეტიც ქრისტეს, ასე ვთქვათ, გამომხსნელობითი ღვაწლის აღსრულებამდე. ამიტომ ქრისტიანული დღესასწაულთა დღესასწაული არის აღდგომა და ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ ამას აქვს. რაც შეეხება მის მარჯვენით გამოსახულ მამას, ადამს, საეკლესიო საკითხავები და ასე ვთქვათ, საეკლესიო იკონოგრაფია არის სინქრონში. ორივე ერთი და იგივეს გვაუწყებს, ერთი ვიზუალურად, მეორე ვერბალურად და რაც გამოსახულია, ასე ვთქვათ, აღდგომის ხატზე, აი ამ, ასე ვთქვათ, კულმინაციის, ანუ გამოხსნის წინაპირობას, პრეისტორიას გვაუწყებს საკითხავები. ხისამიერ ჯვრისა ადამ შეცდომილი განვარდა 60-ით, ხისამიერ ჯვრისა ჯოჯოხეთი წარმოიტყვევნა. ანუ რასაც პავლე მოციქული ამბობს, ერთი კაცის მიერ შემოხდა სოფლად სიკვდილი, ანუ ადამის მიერ და ერთი კაცის მიერ ვართ ყველანი გამოხსნილნი, როდესაც ქრისტემ მიიღო სრულად ადამიანური ბუნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან, ღმერთმა სრულმა და კაცმა სრულმა, არა დომინანტმა ღმერთმა და დაკნინებულმა კაცმა, არა დაუშვად ადამიანური ბუნებით მოუძლურებულმა, არამედ სრულმა ღმერთმა და სრულმა კაცმა. აი ეს არის ყოველთვის ხაზგასმული ქრისტეს ორბუნებასთან დაკავშირებით, რომ იგი არის სრული ღმერთი და სრული კაცი. პავლე მოციქული ამბობს, რომ ყრმათაცა ეზიარა ხორცითა და სხვა ადგილზე ამბობს, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცითა. აი ამ საიდუმლოების, ანუ შობის დაგვირგვინება, იქამდე კი რაც ვიდღეს ესწავლეთ, ხარება იყო დასაბამი ამ სიხარულის
პროტოევანგელური უწყების აღსრულებისა, რომ რაც დაუწყები იყო ის მოხდებოდა, კერძოდ ის რომ მესაია წინასწარმეტყველებდა, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ხმამაღალი ქადაგი, წინასწარმეტყველი ესაია ამბობდა, რომ იშვებოდა ძე და რომ მისი სახელი იქნებოდა ემანუელი, ანუ ჩვენთან არის ღმერთი. სხვათა შორის აი ეს მოლოდინი, რომ ისრაელიანებთან და კაცობრიობასთან უნდა ყოფილიყო ღმერთი და ეს რომ მაიმედებელი იყო და არა მარტო სულიერი სიძლიერის, არამედ ფიზიკური ძალმოსილების მომნიჭებელი იყო, თან სდევს ძველი აღთქმის ყველა მოქალაქეს. ამიტომ ფსალმუნთა წიგნში არის ესეთი სიტყვები, რომელიც საბრძოლო შინაარსის მქონია ფაქტიურად თუ ჩვენ დავაკვირდებით, როდესაც ისრაელიერი გადაწყვეტს რომელიმე წარმართ ტომზე თუ ერზე გაილაშქროს, მისი ქვაკუთხედი და იმედი აი ამ ბრძოლაში გამარჯვებისა არის ის, რასაც ფსალმუნში აჟღერებს დავით მეფსალმუნე პოეტურად. ჩვენთან არის ღმერთი, სცან წარმართა და იძლიენით რამე თუ ჩვენთან არის ღმერთი. ანუ ყველა წინააღმდგომი პოლითეისტური, ასე ვთქვათ, სინამდვილის აღმღიარებელი, მრავალღმერთიანობის მიმდევარი წარმართიერი ძლეული იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო, როგორც ისრაელიანები ამბობენ, რადგან ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენთან არის ღმერთი თარგმანებით ნიშნავს ემანუელს. ამიტომ ესაია ამას ამბობდა, რომ ჩვენთან იქნება ღმერთი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან განკაცდება იგი და არა მარტო ხორციელი ძალმოსილების გარანტი იქნება იგი და მტრის დამარცხების, არამედ სულიერი ძალმოსილების წინაპირობა იქნება უპირველეს ყოვლისა, ანუ ჯოჯოხეთის და ეშმაკის მეუფების დასასრული იგულისხმებოდა ამაში. მამა იაკობ, საინტერესო არის თქვათ აი საუკუნეების განმავლობაში აღდგომის ხაწერასთან მიმართებაში იყო თუ არა ვთქვათ რაიმე ცვლილებები, როგორც სტილისტურად, ასევე თეოლოგიური კუთხით. რადგან იკონოგრაფია არის ერთგვარი ქადაგება და ქადაგება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, ჩვენ ხედავთ გვეძლევა საშუალება, რომ სხვადასხვა იკონოგრაფიული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საუკუნეში შესრულებული იკონოგრაფიული ნიმუშები ვნახოთ, იქნება ეს მინიატურა, იქნება ეს კედლის მხატვრობა თუ დაზგური მხატვრობა, ანუ ხაწერა. აქ რაზეა საუბარი? როგორც შეიძლება დაუშვათ სხვადასხვა მახარებელმა გააკეთოს სხვაგვარი აქცენტი აღდგომასთან დაკავშირებით, მაგალითად სინოპტიკოსებმა, მათემ, მარკოზმა და ლუკამ სხვა და იოანე ღვთისმეტყველმა სხვა, ასეთივე იკონოგრაფიული შეიძლება ითქვას თავისებურება თან ახლავს აღდგომის თხრობასაც და მის გამოსახვასაც. ჩვენ ვიცით, რომ ასევე საკითხავის თანახმად ნიადგანთიად სამას მირბიოდეს მენელსაცხებლენი დედანი ტირილად საფლავად და ურთიერთარს იტყოდეს, ვინ გარდაგვიგოროს ჩვენ, ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა, რომელი იყო დიდფრიად. აი ამის შესახებაც არის იკონოგრაფიული გამოსახულება და ჩვენ მონიტორზე მოგვეცა საშუალება, რომ ეს გვენახა და მეხსეულად ანგელოზმა ნახარა. ანუ აი ეს მყისიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანი ღვთისგან განსხვავებით არის დროით კატეგორიაში შემოსაზღვრული და აი ეს დროითი კატეგორია ჩვენთვის მოწყვლადია ზოგჯერ, ანუ ჩვენ არ შეგვიძლია დაყოვნება, არ შეგვიძლია პასუხის, ასე ვთქვათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიღება, ჩვენ გვსურს სწრაფად მიღება აი ამ უწყებისა და ამ ინფორმაციისა. მით უმეტეს, როდესაც დადრგუნული ადამიანი, მით უმეტეს, როდესაც მან არ იცის, სად არის მისი მოძღვარი, არ იცის როგორ გადააგორებს ლოდს, შეხვდება თუ არა რომაელი ჯარისკაცები, მიეცემა თუ არა მისთამი, ანუ მისი სხეულისადმი პატივის მიგების საშუალება და ის ნელსაცხებელი, რომელიც მან მიიტანა და რომელიც მას თანა აქუნდა, ანუ მიქონდა საფლავისაკენ ფუნქციურად, ასე ვთქვათ, ბოლომდე იქნება თუ არა ისე გამოყენებული, როგორც მან ჩაიფიქრა, ანუ სხებს თუ არა ზეც. და ამიტომაც მანუგეშებელი სიტყვა ანგელოზისა მყისიერია. მეხსეულად ანგელოზმა ნახარა, არა არ ჟამი ესე გოდებისა, აწ უკვე ნუსტირ ცანატრელ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ესე იგი ანგელოზ და წარვედ და უთხართ მოწაფეთა ჩემთა და პეტრეს ქრისტე მერე სხვა ადგილზე ამბობს. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აი ეს უწყება ანგელოზის მახარებლური უწყება უკავშირდება მენელსაცხებლე დედებს. აი ეს განსაკუთრებული მხურვალება, გულმხურვალება ყოველთვის დაკავშირებული არის მანდილოსთან. ამიტომ ვახსენეთ ჩვენ დასაწყისში, რომ 9 აპრილს დაღუპული 22 ადამიანი და 20-მდე ქალბატონია. აი ეს გულმხურვალება ყოველთვის თავს იჩენდა ქალების მხრიდან
ნებისმიერ ასპექტში იქნებოდა ეს ეროვნული мотиваცია თუ რელიგიური. და ისინი არ ფიქრობენ იმაზე, როგორ მოხდება ამ ყოველივეს პრაქტიკული უზრუნველყოფა. თავარია რომ ქრისტეს საფლავისაკენ გაიქცნენ. მამაკაცები უფრო მეტად, ასე ვთქვათ, რაციოთი, ანუ გონებით მოქმედებენ და ფიქრობენ იმაზე, რომ არ შეურაცხყოს რომელმა ჯარისკაცმა მათი გადაადგილების დროს, არ იქნა შელახული მათი ღირსება და ასევე იმაზე, რომ როგორც ადამიანმა აღასრულოს ის, რაც ქრისტეს მიერ ეუწყა და ეანდერძა მას. ნახეთ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ აბრაამი და სარა მიდის ეგვიპტეში თუ ქედორ ლაღომერთან და ამბობს აბრაამი სარასთან მიმართებაში სიტყვებს თქვი რომ დახარ ჩემი, რომ არ ნახონ უცხო ქვეყნის კაცებმა შენი სილამაზე და არ მომკლან მე. აქ რა თქმა უნდა ადამიანური შიშიც იგულისხმება, მაგრამ უფრო ღრმა აზრია ეგზეგეტიკაში, რომელიც შეიძლება მოციქულებთანაც დავაკავშიროთ ჩვენ და აბრაამი შიშობს იმას, რომ თუ კი ის იქნება მოკვდინებული და მისი წინ დაუხედაობის და სიბრძნის ნაკლებობის გამო იქნება ხელყოფილი მისი სიცოცხლე, ვერ აღსრულდება უფლის სიტყვები ნათესავისაგან შენისა იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანი. ასევე თუ მოციქულები არ გამოიჩენიან სიფრთხილეს და სიბრძნეს, ვერ აღსრულდება უფლის მიერ დაუწყების სიტყვები მათი მხრიდან, თორე რა თქმა უნდა სხვა მოციქული, სხვა მოწაფე გამოჩნდებოდა და ამას აღასრულებდა, მაგრამ უშუალოდ ის ნაანდერძები, რომელიც ქრისტესაგან მოისმინეთ წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნით და ნათელსემდით მათ სახელითა მამისათა, დაზისათა და სულისაწმინდისათა, ეს ვერ აღსრულდებოდა. ამიტომ ერთ-ერთი განმარტების თანახმად ამაზეც შიშობენ ისინი. და ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ის, რომ მოციქულებრივ მოღვაწეობას, ასე ვთქვათ, ეწეოდნენ მხოლოდ მამაკაცები, მხოლოდ მოციქულები და არა ქალბატონები და დამოწაფებულები, ასე ვთქვათ, დედანი. მენელსაცხებლე დედებთან დაკავშირებით სახარებაში ნახსენებია, რომ ისინი არიან დედანი, რომელნი მსახურებდნენ ქრისტეს ნაყოფთაგან მათთა. მაგრამ ეს იყო ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს. ქრისტეს ამაღლების შემდეგ ჩვენთვის ცნობილია მაგალითად საქმე მოციქულთაგან, რომ ფილიპე მოციქულის ასულებიც 4 ასული მასთან ერთად ქადაგებდა. ესე იგი, ისინი სამოციქულო ასპარეზზეც თანაბარნი იყვნენ და აუწყებდნენ, რომ ხელნი მათნი მსახურებდეს ქრისტეს და რომ ჩვენ თვით ვიღილეთ, როგორც მოციქულები ამბობენ ქრისტესთან დაკავშირებით. ესე იგი, არანაირი შეზღუდვა სამოციქულო ასპარეზზე, რა თქმა უნდა, სქესის გამო აი ამ ნიშნით არ ყოფილა. ყველა საკითხავი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მამა იაკობ, თუმცა თითოეულ მათგანში არის რაღაც განსაკუთრებული ადგილები, ყურადსაღები, ხო? რომელს გამოყოფდით, თქვათ, იგივე ლიტურგიულ აღნიშვნაში, აი ამ საკითხავებში. რაც აღდგომას უკავშირდება. ყველაზე მთავარი ყოველთვის ლიტურგიკული, ასე ვთქვათ, ასპექტის გათვალისწინების დროს არის სახარება. და როდესაც ჯერ სამოციქულო იკითხება, ლიტურგიკული, ასე ვთქვათ, ტიბიკონის განმარტებლები ესეთ რამეს გაუწყებენ, რომ ჩვენი დროის აღქმიდან გამომდინარე, ჩვენზე მორგებულია აი ეს ლიტურგიკული წყობა და რა იგულისხმება ამ ქრონოლოგიის სიმბოლურ მხარეში. ის რომ ჯერ ჩვენ მოვისმინეთ მოციქულთა ქადაგება, ანუ სამოციქულო, ამის შემდეგ მივიღეთ ქრისტე, ანუ ნათელ ვიღეთ და სწორედ აი ამ ნათელღების და გააზრებული დამოწაფების შემდეგ ვისმენთ ღვთის სიტყვას, ანუ სახარებას. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე, ასე ვთქვათ, გამორჩეული ნაწილი პედაგოგიური მოსაზრებით და ასე ვთქვათ, ყურადღების თვალსაჩინით მნიშვნელოვანია ის, რომ ყურადღება გამახვილდეს სამოციქულოზე და სახარებაზე და რა თქმა უნდა ამის შემდეგ უკვე გარდასახვაზე, ანუ როდესაც უშუალოდ აღესრულება საიდუმლო სერობა, საიდუმლო სერობის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთან დაკავშირებით ქრისტე ამბობს, ამას ყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა, რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთან აგიეს და მე მისთანა. აი ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი წირვის დროს. რა თქმა უნდა, ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე გამორჩეულად უნდა მივაქციოთ სამოციქულოს, სახარებას, თუ საწინასწარმეტყველო იკითხება საწინასწარმეტყველოს და რა თქმა უნდა გარდასახვის ჩვენის კურთხევის. ძალიან დიდი მადლობა მამა იაკობ მოგზაურობისთვის და როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის და განმარტებისთვის. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი იაკობ მუჭირი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ნიღაბი 7 აპრილს გაიხსნა, რომელიც 14 აპრილამდე გასტანს და ცხადია გახსნას ესწრებოდა ჩვენი ჟურნალისტი ნინი გალაშვილი, რომელიც უფრო მეც მოგვიყვება ამ ძალიან საინტერესო ფესტივალის შესახებ. ნახოთ სიუჟეტი. თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ნიღაბი, რომელიც უკვე წლებია თეატრის მოყვარულებისთვის სასცენო ნიჭის გამოვლენის უდიდეს ტრამპლინს წარმოადგენს, უკვე დაიწყო. ფესტივალი წელს უკვე მე-11-ად ტარდება და მისი ტრადიციული მასპინძელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია. პირველი სპექტაკლი ეს იყო უნივერსიტეტ ჯიპას სპექტაკლი რობერტო ზუკოს მიხედვით, რომელმაც ფანტასტიკურად ჩაიარა. ფესტივალის მიზანი მთავარი ის არის, რომ სტუდენტებში, რომლებსაც არ აქვს პროფესია დარჩეული თეატრალურ უნივერსიტეტში არ ჩაუბარებიათ და არ არის მათი მთავარი პროფესია მსახიობობა და არიან ექიმები, თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ავუღვიოთ გულში ის ცეცხლი, რომელიც მსახიობის გულში უნთიათ და მივცეთ შანსი, რომ აი ამ ფესტივალზე ყველამ თავისი ნიჭი გამოავლინოს და საშუალება ქონდეთ, რომ აი ეს სიხარული და სიყვარული შეიგრძნო, როდესაც ჩვენ ვეძახით 20 წელს სპექტაკლის დაწყებამდე გრძნობებს. წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 6 ქართული უნივერსიტეტის თეატრალური დასების სპექტაკლები. მსახიობები მაყურებელს მრავალფეროვან თეატრალურ წარმოდგენებს შესთავაზებენ. ფესტივალის დასასრულს რეჟისორებისგან, მსახიობებისა და თეატრმცოდნეებისგან დაკომპლექტებული ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ სტუდენტებს გამოავლენს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ესეთი ფესტივალების არსებობა, როგორც მსახიობისთვის, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ემატება ჩვენს პროფესიულ თეატრებს მათი სახით კარგი მაყურებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს. და გარდა მაგისა, ხა სტუდენტი რო ხარ მოყვარული მსახიობი და იღებ მონაწილეობას სპექტაკლში, მთელი ცხოვრება მე მგონი გახსოვს არა ეს ყველაფერი და რაღაც კარგ მოგონებათაც რჩება. ძალიან ვხელავთ თითოეული სტუდენტი ნებისმიერი უნივერსიტეტიდან და გვჯერა, რომ როგორც ყოველთვის ეს ფესტივალი იქნება ნათელი ძალიან ბედნიერების მომტანი დღეები თითოეული სტუდენტისთვის, იმიტომ რომ ყოველ წელს მართლა ეგრე არის. გარდა იმისა, რომ ამ კულტურულ სიამოვნებას ვიღებთ აქ და ამ ხელოვნებას ვეზიარებით ამის გარდა ვიცნობთ უამრავ ადამიანს და ჩნდება დიდი სანაცნობო და ვიკვრებით როგორც ერთი დიდი ძალიან ლამაზი ოჯახი. თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი ნიღაბი 2024 14 აპრილამდე გაგრძელდება. ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია, რომელიც თბილისში 2012 წელს დაარსდა.